არა მხოლოდ ამზე გვაქვს თევზებში, კიდევ გვაქვს ვენერა და მერკური თევზებში, მეგობრებო. თუ მოკლედ, ახლა ძალიან ისეთი თევზური პერიოდია. შეიძლება ითქვას ცოტა დეპრესიულიც, მაგრამ შემოქმედებითი პერიოდია სამაგიეროდ, ახლა შეიძლება რაღაცა მუზა მოგდიოდეთ და რაღაცების დაწერა მოგინდეთ. ეს არის პერიოდი შემოქმედებითი და კრეატიული ადამიანებისთვის. და ეს არის პერიოდი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია სულიერად გავიზარდოთ, ხო? ანუ უფრო მეტად შევიმეცნოთ ჩვენი მე, ჩავუღრმავდეთ ჩვენს თავს, ჩვენს სულიერ საწყისებს. ამიტომ საკმაოდ საინტერესო პერიოდია ზუსტადაც რომ აი ამ მიმართულებით. თევზებისთვის ახლა ვენერა სიყვარულის და ფინანსების პლანეტა რო დგას თევზებში, რა თქმა უნდა, სიყვარულის მხრივ და ფინანსების მხრივ კარგი პერიოდია თუ თქვენს პერსონალურ ტრანზიტებში არ გვაქვს რაღაცა უფრო ნეგატიური სურათი, ზოგადად თევზებისთვის ახლა კარგი პერიოდია, რა თქმა უნდა. მზე, ძირითადი პლანეტა ენერგიის მომნიჭებელი არის ახლა თევზებში, ვენერა, სიყვარული და ფინანსები არის ასევე თევზებში, მერკური, მოლაპარაკებები, კომუნიკაცია, ესეც თევზებში გვაქვს. შეუძლიათ რაღაცა პირადი ურთიერთობების დალაგება, მანიფესტაციები სიყვარულზე, მაგალითად ახლა ვინც თევზებია, ან ვისაც აქვს მაგალითად პირად რუკაში ვენერა თევზებში, თქვენი პერიოდია ახლა სასიყვარულო და ფინანსური მანიფესტაციებისთვის. ამიტომ ესეც გაითვალისწინეთ. კიდევ თევზებისთვის კარგი პერიოდია რაღაცა ახალი ფინანსური წამოწყებებისთვის, ინვესტიციებისთვის, მოლაპარაკებებისთვის.